სალამი მეგობრებო, მე მქვია რეწრო. დღეს მე მინდა ვისაუბრო ლურჯ ვეშაპზე, ვინც არის ლურჯ ვეშაპი, აგიხსნით. ესე იგი, არსებობს ესეთი ჯგუფები, რომლებსაც უწოდებენ ლურჯ ვეშაპი. გამაღვიძე 5-20 წუთზე და ამ ჯგუფებში არიან ადამიანები, რომლებსაც სუიციდი უნდა და სამ სუიციდს ჩაიდენენ, რამოდენიმე დავალება უნდა შეასრულონ. მაგალითად, სისხლით ვეშაპი უნდა დაიხატო, ან დანით დაიჭრა ხელი. მოკლედ, ეგრეთ სიცოცხლეებს ეუბნებიან კურატორები. კურატორები კი არიან ისინი, ვინც ამ ყველაფერს აწყობენ, მაგრამ არსებობენ ვითომ კურატორები. ამ დაუშვათ ვიღაც პატარა ბავშვი ზის კომპიუტერთან შექმნა fake account-ი და იძახის, აი ეხლა მე გამოვაგზავნე ვიღაცებს და მოკლავ შენ მშობლებს. ეს ახლობებს და ასე შემდეგ. კურატორები აგზავნიან შესავსებ ანკეტებს და შემდეგ იმ ანკეტაში უნდა მიუთითო საცხოვრებელი ადგილი. უმეტესობა წერს იმ საცხოვრებელ ადგილს, ხო. შემდეგ როცა ადამიანს უნდა თამაშიდან გამოსვლა, რაც არ შეიძლება, კურატორისგან მოდის შანტაჟი, რომ თუ გახვალ თამაშიდან მოუკლავ შენ მშობლებს და ასე შემდეგ. ზოგი ადეკვატური ადამიანი მიხვდება, რომ პოლიციაში დაარეკოს და უთხრას, რომ აი ეს ადამიანი მემუქრება და ხო. მაგრამ ბევრს ტვინი გამოურიცხეს კურატორებმა და რადგან პანიკაში ვარდება ადამიანი, ვერ აზროვნებს, ვერც ხვდება უბრალოდ რამენაირად რომ იმოქმედოს და ასე ძალზე თამაშობენ ამ თამაშს. 51 დავალება არის სახურავიდან გადმოხტოვა და ზოგ-ზოგიერთ ჭკვიას გონია რომ მოხდება ვეშაპების სამყაროში. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ანახეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს და იმათ ვინც აპირებს მის თამაშს, მაგრამ არ იციან რა აზია და როგორ არის. ეს ინფორმაცია იყო Google-ში და YouTube-ში. არ თამაშოთ ყველაზე დიდი თხოვნა. ამ თამაშის ლინკსაც არ დავტოვებ არანაირად. ესე იგი, სულ ეს იყო ესეთი მოკლე ვიდეო, იმდენად მოგეწონათ ვიდეო და ლაიქით გამოწერეთ არხი და ნახვამდის.